სახელით ამავისათა დაცისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ყველას მოგილოცავთ ჯვრის თაყვანისების კვირიაკის მადლობა უფალს ყველაფრისთვის დღევანდელ დღეს მესამე კვირიაკის მართვიდა ჩვენ ჯვარს თაყვანს ვცემთ დღეს წაკითხული სახარებიდან თქვენ მოისმინეთ რომ ყველას აქვს თავისი ჯვარი თვითონ ჩვენთაგას ზოგს აქვს ოქროსი, ზოგს ხის, ზოგს რკინის და აი ასე განსხვავდებით და იმაზე მეც რაც ჩვენ არ შეგვიძლია უფალი არ გვაძლევს გვაძლევს იმ ჯვარს იმ ტვირთს რასაც ვტვირთული ხოლო მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ მთელი კაცობრიობის ჯვარი იტვირთა მისი ჯვარი ყველაზე მძიმე არის და ძლევა შემოსილი არის აი პავლე მოციქული ბრძანებს ვისთვისაცო ჯვარი სიცოცხლე არისო ისინიო დაიღუპებიანო ესე იგი არაფრად რო არ თვლიან ჯვარს ხოლო ჩვენთვის ჯვარიო ძალა ისაო და მართლაც როცა ჩვენ აღმართულ ჯვარს ხედავთ ძალა გვეცლება იმ ჯვარს ვისახავთ იმიტომ რომ ჯვარი გამთქმულია ბოროტი ძალის ჩვენ ლოცვის დროს იმ ჯვარს ვიწერთ ჩვენ კურთხევის დროს რამესო ვაკურთხებთ ჯვარს ვწერთ და როცა ამ ქვეყნიდან გავდივართ ჯვარი იქმება საფრავზე და ჯვარს ვსახავთ მიცვალებულს ესე იგი აი ამ ქვეყნად მიწიერ ცხოვრებაში ყველგან ჯვარი გვიწვის და საოცარია აი როდესაც უფალმა ჩვენმა და ყოვლადწმინდა სამეფო შექმნა 64 და ადამი და ევა დაამკვიდრა 64-ში 64-ის ცენტრში იყო ხე ცნობადისა და კეთილის რომელიც ნაყოფის მიღებას უფალმა აუკრძალა ადამსა და ევას ხოლო მათ დაარღვიეს ეს როცა კურთხევა ისინი დაემორჩილეს ბოროტ სულს ეშმაკს და შეიცეს ეს ნაყოფი მიიღეს მიირთვეს და ეკედან ისინი გამოვარდნენ 64-დან ისინი შეიქმნენ უკვდავებად მაგრამ გახდნენ მოკვდავი და იმათი აი ამ ცნების დარღვევის გამო ჩვენც მოკვდავნი ვართ სხეულებრივად რა თქმა უნდა თორე სული უკვდავი არის და აი სწორედ ამ დიდ მარხვაში შუა მარხვაში თქვენ იცით რომ მომავალ შაბათს განზოგება არის განახევრება არის მართვის აი სწორედ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჯვრის თაყვანისება თუ რა ცოდვაში ჩავარდნენ ადამი და ევა აი ეს ჯვარი და ჯვარცმა ჩვენ ყოველთვის შეგვახსენებს იმას რომ რისთვის მომწავდა მაცხოვარი მან ჯვარი იტვირთა ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისათვის ჩვენი გამოხსნისათვის და რომ არ ყოფილიყო ჯვარცმა არ მოხდებოდა აღდგომა და სწორედ ჩვენ ვეროდებით აღდგომის ბრწყინვალედ გასასწავლებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს უფალი რატომ მომბრძანდა ამ ქვეყნად აი წინა კვირას იყო სახარება სადაც ასეთი სიტყვები მოვისმინეთ სახარებიდან რომ არიანო ჩინებუნიო და არიან ჩეუნი რავანი არიან ჩინებუნი ხოლო მცირედი არიან ჩეუნი ჩინებულში რა იგულისხმება აი გამოჩენილი ადამიანები პოლიტიკოსები სპორტსმენები მსახიობები მომღერლები ჩინებული არიან ხოლო რჩეული ღვთისათვის ძალიან ცოტა არის და ჩვენ უნდა ვევედროთ უფალს რომ ამ რჩეულთა რიცხვში აღმოჩნდეთ ვინ არის რჩეული რჩეულია ის ადამიანი ვისაც თავისი ჯვრის თვირთვის უნარი აქვს წუწუნით კი არ ტვირთულობს ამ ჯვარს არამედ ღვთისადმი მადლიერები როგორც იოანე ოქროპირმა გვასწავლა ის იდევნებოდა შევიწროებული იყო გამოდევნეს თავისი ეპარქიიდან კონსტანტინოპოლიდან და ის მაინც მადლობდა უფალს დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვისო
აი ეს ყოველთვის გვახსოვდეს და ნებისმიერი განსაცდელი, რასაც კი დაეშვება ჩვენ თავზე, აი ამ სიტყვებით უნდა მივაგებოთ, ეს სიტყვები რომ დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვის. აი სწორედ აი ამ სიტყვების შემდეგ ის განსაცდელი განხარდება. ჩვენ გავძლიერდებით და ის მადლობელი და მადლიერი გავხდებით. ერთმა დაგლოცოთ, სხვადასხვაგვარი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ჩვენთან არს ვერ.